საღამოშვიდობისა, მივესალმები რუსთაველის ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ლოტო 642-ის მოთამაშეებს. აი დადგა კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი სამშაბათი, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიგოთ არაჩვეულებრივი თანხები. მთავარია რომ ახლა თქვენ გეჭიროთ ხელში ბილეთები, გაკეთებული გქონდეთ თქვენთვის სასურველი კომბინაციები და ელოდებოდეთ თქვენს იღბალს, რომელიც იმედია რომ დღეს მოგაკითხავთ. მით უმეტეს რომ არაჩვეულებრივი თანხები გვაქვს გასათამაშებელი, ისეთი როგორიც არის ჩვენი ჯეკპოტი 621,778 ლარია. ამ დროის მონაცემებით, სწორედ ჩვენი საპრიზო ფონდი ჯეკპოტის კუთხით, მეორე კატეგორიას რაც შეეხება 283,000 ლარს გასცდა და ნელ-ნელა გასცდება და გასცდება, მოიმატებს კიდევ თავისთავად ცხადია. გვაქვს ასევე მესამე, მეოთხე კატეგორიებში კარგი თანხები გასათამაშებელი, ასე რომ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და წავედით ღილაკისკენ. აბა ავითვალოთ, წარმატება 3-2-1 და ჩამოცივდა ჩვენი ფერად-ფერადი ბურთები, ვნახოთ რას გადაწყვეტს დღეს ჩვენი ლოტოტრონი და იქნება თუ არა ის თქვენი კომბინაცია. და წამოვიდა პირველი მომგებიანი ბურთი წითელმა გახსნა დღევანდელი გათამაშება და შემოგვიგორდა 34. დაველოდებით უკვე მეორე მომგებიან ბურთს, ისევ წითელი აგრძელებს და თან რაღაც ისე მიყვება. შეხედეთ 34 იყო, 35 შემოგვიგორდა. აბა იქნება 36. მაშასე 10-ანმა გააგრძელა, ნუ პრინციპში 36 როგორ იქნება? არ გვაქვს ეგეთი, ხო? თუ გვაქვს ეგეთი, გვაქვს. კი, გვაქვს. 40-იც გქონია, აგერ შემოგვიგორდა. მეოთხე მომგებიან ბურთად. ნახეთ როგორ ლუწებში წავიდა. არაჩვეულებრივად. და 20-ანიც შემოგვიგორდა ამასობაში. ნახეთ, 10, 40, 20. არ ვიცი. ნუ პრინციპში 35 როგორ არ გვიქნებოდა ლოტო 642-ია, ეს 42-მდე გვაქვს ჩვენ ბურთები და 1-ანმა გააგრძელა ჩვენი თამაში და დაასრულა პრინციპში 6 ძირითადი ბურთი და ვნახოთ რა იქნება შემდეგი მომგებიანი ბურთი, ის გახლავთ ნომერი 20. რაღაცა ესეთი ბურთებია რომ დღეს რაღაც კარგი უნდა მოხდეს, მე რაღაც ასე მგონია. დავიწყოთ გადამეორება 34-ით ვიწყებთ, 35, 10, 40, 20, 1 და 30. ასევე წვილი არა, ლუწი, უფრო სწორედ. და ვნახოთ, დაველოდოთ ჩვენ შედეგებს, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება ჩემგან ხელ მარცხნივ და იმედია რომ ძალიან ბევრი გახარებული ადამიანია ახლა ტელეეკრანებს მიღმა, იმედია რომ თქვენ სახლებში და ოჯახებში ახლა ჟიულხივილია სიხარულის და ამ სიხარულს ჩვენს გაგვიზიარებთ ძალიან მალე, როდესაც უკვე ჩვენს გავიგებთ შედეგებს. შედეგები თავისთავად ცხადია, მალე დაითვლება, თუმცა უნდა შეგახსენოთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, სანამ მივალ დიდ გამარჯვებებამდე. ამას სჭირდება აუცილებლად ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე. ყოველ სამშაბათს და პარასკევს ბილეთებისთვის კი ბილეთების საყიდლად კი გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი. შეგიძლიათ ყველა დიდ სავაჭრო მოლს ესტუმროთ და შეიძინოთ იქვე. ასევე ლოტო.G გახლავთ ადგილი, სადაც შებრძანდებით ვირტუალურ სამყაროში და იქვე შეიძენთ ბილეთებს და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით გახლავთ ლოტო ჟიხურები მიმოფანტული. ჩვენ გვაქვს შედეგები უკვე და მეოთხე კატეგორიაში გვყავს ორი გამარჯვებული, სულ გათამაშდა 1397 ლარი. ორმა ადამიანმა გაეყო ის, როგორც უკვე გითხარით, 698 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. მეხუთე, მეექვსე კატეგორიებში ტრადიციულად გვყავს ბევრი გამარჯვებული, თუმცა გაუთამაშებელი დაგვრჩა მესამე, მეორე და პირველი კატეგორია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეთ, უნდა შეიძინოთ ბილეთები იმისათვის, რომ გამოსცადოთ თქვენი იღბალი. ამის არაჩვეულებრივი გზები არსებობს, მრავალფეროვანი როგორც უკვე გითხარით, ასე რომ შეგახსენებთ ჯადოსნურ სიტყვებს და ამით მე ნელ-ნელა დაგემშვიდობებით. იგებს ის, ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. იმედია რომ თქვენ იქნებით შემდეგი, ასე რომ შევხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს, რა თქმა უნდა ადგილი უცვლელია, რუსთავი 2-ზე ლოტო 642-ის ფარგლებში. ბედნიერი საღამო!